სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები და ჩვენ მალე დავამთავრებთ 52 ნაწილს, რომელიც ჩაწერილი იქნა 2003 წლის 6 ივლისს. შემდეგ კითხვა სვავს დედა, რომელიც სახლში დიასახლისია და ახერხებს შვილების სახლის სკოლას, homeschooling-ი. არ ვიცი, იცი თუ არა საქართველოში, მაგრამ ამერიკაში ძალიან პოპულარულია ეს. და აქედანაც მიხვდებით, რომ ქრისტიანობა ისე, რა ქვია, ხელწამოსაკრავად არ არის ამერიკაში. მილიონობით ოჯახები არის, რომელიც ბავშვებს სკოლაში არ უშვებს, განსაკუთრებით პირველ ეტაპზე და სახლში უტარებენ ამ გაკვეთილებს. ახლა რა თქმა უნდა, უფრო და უფრო ძნელი ხდება, იმიტომ რომ ოჯახის ორივე წევრს უწევს მუშაობა ფინანსების გამო. კანადაში სხვათა შორის, თუნდაც ავსტრალიისგან განსხვავებით, კანადაშიც სახალხო სკოლა ძალიან პოპულარული იყო, ეს მეც გავიარე, ჩემს მაგალითზე, ჩემ მეგობრების მაგალითზეც და მე გამიკვირდა, რომ აქაც ძალიან ბევრი ადამიანი იყო, რომელიც სკოლაში ბავშვებს არ უშვებდა და სხვათა შორის ბავშვები, რომელიც თავიდან ცოტა უხერხულად იყვნენ, დღეს უკვე როცა გაიზარდნენ, დაქორწინდნენ, უკვე მადლობას გვიხდიან ჩვენ მშობლებს, რომ ჩვენ ეს მოვახერხეთ. და ისინი არ მოიწამლენ იმ გარემოთი, თუნდაც იმ ზეწოლით, რაც აქ ხდება. ისეთ მულტიკულტურულ, მულტირელიგიურ საზოგადოებაში, როგორიც კანადა, ამერიკა, თუნდაც ავსტრალია, იმიტომ რომ გამოწვევები ძალიან ბევრია. მე ვერ შევძლებდი მარტო, თუ არა ჩემი მეგობრების დახმარებით ამის გაკეთებას და ეს ერთ-ერთი მიზეზიც იყო მე ავსტრალიიდან რო აქ გადმოვედი კანადაში. და როცა საუბარი ეხება ამ სკოლას, წარმოვიდგინეთ ახლა დედა რომელიც მარტო აკეთებს ამას, ხომ? ქმარი როცა მუშაობს, როგორი დაძაბულობის წინაშე იქნება და ამ ქალბატონს უჩნდება კითხვა და გრძნობს თავს დამნაშავედ, რომ კარგად ვერ ყოფს დროს ინდივიდუალურად ბიბლიის სასწავლად. და ეუბნება ჯონ მაკარტურს, თუ როგორ შეიძლება ამის მოგვარება და რა შეიძლება ამისთვის რომ გაკეთდეს, ხო? და ჯონ მაკარტური ყოველთვის ძალიან კარგ პასუხს აძლევს დამაჯერებლად. მოდით მოვუსმინოთ მას. როგორც დედამ, არ ვიცი როგორ დავაბალანსო ჩემი დღის გრაფიკი ისე რომ ღმერთთანაც დამრჩეს დრო. მე ესე დავასათაურე ეს კითხვა. სალამი ჯონ, მოგესალმებით. მე ძალიან სწრაფად შევეცდები რომ ჩემი კითხვა დაგისვათ. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ. მე ტოია ტაილერი ვარ. რამდენიმე ხნის წინ გითხარით სიმსივნის შესახებ, რომელიც მე მქონდა. ო, როგორ არა, მოგესალმებით. თქვენ და კრების ყველა წევრი ლოცულობდა ჩემთვის. და უბრალოდ ძალიან სწრაფად, უბრალოდ მინდოდა მე თქვა, რომ ორჯერ გავეკეთე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და ვერ პოულობენ დღეს ამას. და ამიტომ მინდა რომ დიდი მადლობა გადაგიხადოთ. და ჯონ მაკარტურმა ამინ, ამინ. და ტოია ამბობს, ღმერთი დიდად მოწყალეა, ამიტომ მე უბრალოდ მინდოდა გადავხადო ყველას, აბსოლუტურად ყველას დიდი მადლობა იმ ზრუნისათვის, რაც თქვენ გამოავლინეთ. და ჯონ მაკარტური იხსენებს, დიახ, იმ ღამეს ძალიან შეშფოთებულები იყავით. ეს იყო ბოლოჯერ, როცა კვირა საღამოს კითხვა-პასუხები ქონდა. და მგონი თქვენ ეს საკითხი წამოჭერით, ხო? დიახ. ვაუ. გაუცებულია ჯონ მაკარტური. დიახ, ჩემი კითხვა ეხება. დიახ, განაგრძეთ, თოია, განაგრძეთ. მე არ მინდა დროი დაგაკარგვინოთ, დღეს საღამოს ჩემი კითხვა ესეთი რა არის. რასანა ძალიან ვიბრძვი. და ეს ჩემთვის ნამდვილი პრობლემაა. ჩემი პრობლემაა დროის დაბალანსება. დიახ, მე დიასახლისი ვარ და ჩემ შვილს სახლში ვასწავლი და ყველა პასუხისმგებლობით მინდა რომ კარგი მეუღლე ვიყო, კარგი დედა ვიყო, კარგი დიასახლისი ვიყო და ყველაფერი ეს ერთად გადახლართული ერთმანეთში. და ჩემი სახლი ერთგვარად არეულია და ყველა პასუხისმგებლობით ძალიან დათრგუნული ვარ. და მიჭირს დროის დაბალანსება. არა მხოლოდ ამასთან, არამედ ღმერთთან გატარებული დროის თვალსაზრისით. უბრალოდ ჩემი პრობლემა ის არის, რომ მე სულ მცირე 6 წელია და ეს არის უფალს თხოვ, რომ უფალო გთხოვ მომეცი გრაფიკი ისეთი რამ რისი გაკეთება შემიძლია შენთან, რომ სულ რაღაც 30 წუთი მაინც დავყო და ყოველ ჯერზე როცა დილით 4 საათზე ვდგები, ვცდილობ ამის გაკეთებას. ღამით ძალიან გვიან წვევი და ეს არის რომელიც ხელს მიშლის. ღამე ვერ ვახერხებ ამას. ბავშვი გაიღვიძებს, ჩემი შვილი ყოველ ჯერზე რაღაცას ითხოვს და მე უბრალოდ მინდოდა ვიცოდე, სურს თუ არა ღმერთს რომ გავაგრძელო ესეთი ტანჯვა, შეუპოვრობა. თუ ეს რაიმე ცოდვაა, რომელიც ჩავიდინე და ვერ ვახერხებ უფალთან სასურველი დროის გატარებას და ჯონ მაკარტური ეუბნება. დიახ, მოდით გიპასუხოთ.
ხო არ ვიცი ღვთის განზრახვები, რომელიც საიდუმლოდ არის დაფარული, მაგრამ ვიცი რომ მას თქვენთვის აუცილებლად აქვს გეგმა და ეს ყველაფერი არის სიკეთისათვის. ეს არ არის ბოროტებისათვის, რადგან ეს მისი გულია თქვენს მიმართ. და ვიცი რომ უახლოესი გეგმაა, მთელი გულით გიყვარდეთ იგი და იზრუნოთ თქვენ ოჯახზე და ეს არის პრიორიტეტი. ეს უნდა ღმერთს თქვენგან და თქვენ პირველ რიგში პასუხისმგებელი ხართ თქვენს პატარებზე და მათზე ზრუნვაზე, რომ აღზარდოთ ისინი ქრისტესთვის. თქვენი სიცოცხლე უნდა გაიღოთ მათთვის და ეს დრო. შესაძლოა ეს არ იყოს ის დრო, როცა ბევრი შესაძლებლობა გექნებათ და ბევრი დედა, რომელსაც 3, 4, 5 შვილი ყავს და ამ დროის გამონახვა უჭირთ. და ამ დროის განმავლობაში ძალიან ძნელია შეინარჩუნო და დააბალანსო მთლიანად ყველა რო დაკმაყოფილდეს. და ეს ნამდვილად დიდი გამოწვევა თქვენთვის. მაგრამ ეს არის თქვენი ცხოვრება. ეს არის ის პერიოდი, რომელსაც თქვენ გადიხართ. და თქვენ ცხოვრებაში არის გარკვეული პერიოდები. ანუ ამბობთ რომ ყველაფერი რიგზია და მე არ უნდა ვინერულო ამაზე? დიახ, უბრალოდ განაგრძეთ ეს ბრძოლა, განაგრძეთ ეს ცხოვრება და მიიღეთ ის, რაც შეგიძლიათ, მაგრამ ნუ გაჟით ზედმეტად საკუთარ თავს, როდესაც თქვენ თავს შვილებს უძღვნით. ეს ზუსტად ამას ითხოვს ღმერთი და თქვენ წირავთ თქვენ დროს შვილებისათვის. ახლა თქვენ მარტოხელა დედა ხართ თუ დაქორწინებული? არა, აი ეს არის ჩემი ქმარი აგერომსის. ეს თქვენი ქმარია, ძალიან კარგი. მეც ასე ვფიქრობდი სხვათა შორის, ასე რომ თქვენი როგორც ღვთისმოსავი ქალის პირველი დანიშნულება რომ იზრუნოთ თქვენ ქმარზე და თქვენ შვილებზე. და დამიჯერეთ თუ ამას თქვენ ქრისტეს სიყვარული და მისი პატივისცემით გააკეთებთ, უფალი აუცილებლად გამოგისწორებს ამ ხარვესებს და შეავსებს. და ნამდვილად ამ დროს თქვენ ქმარს ეკისრება ის გამოწვევა, რომ იყოს თქვენი ოჯახის სულიერი ლიდერი და გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რათა მოგცეთ ეს სწავლება სულიერი, რომელსაც აქ ისმენს და რომელზეც ის თვითონ მუშაობს და რომელიც გჭირდება თქვენ ამ პროცესში და თქვენ ინდივიდუალურად დრო არ აგაქვთ. ეს არის პერიოდი თქვენ ცხოვრებაში, როდესაც თავს უძღვნით თქვენ ამ ძვირფას პატარებს და უძღვნით თქვენს ქმარს. ახლა მეორე შემიძლია კიდევ გირჩიოთ. იპოვეთ ვინმე თქვენის მსგავსი და აქ ეკლესიაში ბევრია ადამიანი, მეგობარი და დაამყარეთ მასთანაც კავშირი, რომ გააუზიაროთ ერთმანეთს და ერთმანეთი ააშენოთ და დაეხმაროთ ერთმანეთს. თუნდაც სწავლა იყოს და ყოველდღე რაღაცა თქვენ სულიერ პროგრესზე საუბარი. ეს იყოს მეგობრული რაღაცა სისტემა, გარკვეული პასუხისმგებლობა გქონდეთ ერთმანეთის მიმართ. და თუ ინსტრუმენტის ამის მიღწევის შესახებ პირადი დახმარება დაგჭირდებათ, კერი ჰარდი, რომელიც თქვენს უკან დგას, ეს არის ჩვენი პასტორი, ამ ყველაფრის ექსპერტია, ასე რომ შეგიძლიათ მას მიმართოთ და ის დაგეხმაროთ ადამიანების მოძებნაში ჩვენთან ეკლესიაში. ღმერთმა დაგლოცოთ და მადლობა თქვენი კითხვისათვის. მადლობა პასტორ ჯონ დახმარებისათვის.